სადაც სახელმწიფო გვერდებია ჩამოთვლილი, აქ რეგისტრაციის მისამართებელია სამხატვრო პრესის დემოკრატ მოტანილი, აქ არის ადრესაციები. ნინო გორგიაშვილი სერვისების განვითარების სააგენტოს ბიზნეს კონსულტანტი ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებს სპეცტრენინგს უტარებს. სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2 დღეა რაც დაინერგა საქმის წარმოების ახალი სისტემა. ელექტრონული მმართველობის დანერგვის ფარგლებში ხორციელდება პროექტი, რომელშიც სამტრედია ერთ-ერთი სამიზნე მუნიციპალიტეტია. ის საქმეები უბრალოდ ერთი ცალია, სამაგდო მიმდინარე ნიშნავს, რომ ადრესაციიფიკაციასთან ნახეთ ძებნის ფუნქცია როგორი აქვს. მუნიციპალიტეტში გაიშვა რეალურ რეჟიმში მუშაობს მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა. ეს არის ინოვაციური სისტემა, რომელიც აღრიცხავს ჯერჯერობით სოციალური დახმარებების, არქიტექტურული მომსახურებების საქმის წარმოებას, ასე ვთქვათ. გაქვთ ძალიან კარგი სტატისტიკა ამ სისტემის საშუალებით, რომელიც აღრიცხავს თვის წლის ჭრილში რამდენ მოქალაქეზე გაიცით, რა დახმარება, მშენებლობის ნებართვა, რა თარიღით გაიცით და ასე შემდეგ. ანუ სწრაფად მოქმედებს და საქმის წარმოების მიღების ეტაპებზე ძალიან კარგია. ასე ვთქვათ, საბოლოო ეტაპამდე რომ მივიდეთ, დავინახოთ რა გზას გადის თლიანი საქმის წარმოება. მე მგონი მოსწოს თანამშრომლებს საკმაოდ აქტიურად მუშაობენ და მარტივადაც აღიქვეს სისტემა. იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო 2011 წლიდან ახორციელებს ელექტრონული მმართველობის დანერგვას ადგილობრივ თვითმმართველობებში. მათ შორის ნერგავს საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემას სახელწოდებით მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა. ეს ფაქტურად ახლა ჩვენ ცნობა გვექნება სამოქალაქო რეესტრთან პირდაპირ ცნობა გვექნება და იქიდან ინფორმაციას მოვიძიებთ თავის სურათით და რა ქვია რეგისტრაციის ადგილით და ყველაფერი. ამას გარდა თვითონ ამ პროგრამას ჩვენ ადრე როცა გაკეთებდა დოკუმენტი როცა ჰქონდა ცალკე ბრძანება იყო თუ რამე იყო ვაკეთებდი ცალკე დოკუმენტში რა ქვია ბორდის ფაილში ვაკეთებდი და შემდეგ გადავყავდა თვითავდით იმაზე დოკუმენტი. აქ პირდაპირ თვითონ პროგრამა იძლევა იმ საშუალებას რომ თვითონ პროგრამაში მოხდეს იმ ბრძანების გაკეთება იქნება თუ საგარანტიოს გაკეთება იქნება ყველაფერს ამაში ვაკეთებ. და კიდევ ერთი ის არის რომ საგარანტიოს ჩვენ ვაკეთებდით ცალკე სხვა პროგრამა ჰქონდა რომელიც ცალკე გავაკეთებდით ეს პროგრამა და იმ დოკუმენტთან არ იყო კავშირი და ეს პროგრამა ითვალისწინებს ამასაც ფაქტობრივად ამ პროგრამაში კეთდება ეს საგარანტიო. გაადვილებულია იმით რომ ჩვენ ყველა მოხული გვეცოდინება რომ მოხდეს რამდენი თანხა იქნება დახარჯული, რამდენი ესე იგი გვაქვს დახმარება გაცემული და რამდენი საგარანტიო გაცემული. ეს ყველაფერი გვიჩვენებს ამას. Excel-ში ამოგიგდეს ბოლოს ეს პროგრამა. დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა დანერგილია 49 მუნიციპალიტეტში, მათ შორის 18 ივლისიდან რეალურ რეჟიმში ფუნქციონირებს სამტრედიის მუნიციპალიტეტშიც. ჩვენი პროექტი ზოგადად 2011 წლიდან ხორციელდება და თავისი, ასე ვთქვათ, ეტაპები აქვს. ამ ეტაპზე თქვენი მუნიციპალიტეტი არის ჩართული და ვფიქრობ, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება და მჭიდროდ თვითამშრომლებთ კიდევ.